ხალხით მოვივლი მთებს და ჭიუხებს და ვეწაფები წყაროს წყალს ხარბად მე ხევსურეთის მოტრფიალე ვარ და ხევსურეთსაც უყვარ ვარ ალბათ მოგზაურობა საქართველოს გარშემო სოკართან ერთად გრძელდება. ამჯერად ჩვენი შემდეგი გაჩერება ულამაზესი ხევსურეთია. შეგახსენეთ მეგობრებო, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახლავთ ასვლა. საქართველოს გარშემო სოკართან ერთად გრძელდება მეგობრებო, ძალიან კარგი გამოხმაურება იყო წინა იმერეთის ვიდეოზე, რა ძალიან მახარებს. დღეს მივემგზავრებით ხევსურეთში, უნდა მოვინახულო ეს არაჩვეულებრივი კუთხე. მოდი კომენტარებში გულები გაუსპამოთ სოკარს ესეთი ძალიან მაგარი პროექტის სპონსორობისთვის. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ჭირდება კარგი ხარისხიანი ვიდეოები და მეტი პოპულარიზაცია. სანამ გავემგზავრებით, შეგახსენებთ რომ ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს US Polo და რა თქმა უნდა US Polo გახლავთ ასევე ჩემი არხის სპონსორი და მადლობა მათ ამისთვის. ეხლა კი წავედით ხევსურეთში. მოკლედ ძალიან ბევრი მივდივართ ხევსურეთში, აგერ ჩემი ძმა საჭესთან, უკან ჩემი ძმაკაცები ცალკე მანქანით. გიგა, შენი არხი რო უთხრა ხალხს რა. ესე იგი მე ვარ გიგა რა. ეს ახალი გამოჩეკილი იუთუბერია მეგობრებო. გამოვიწეროთ გიგას არხი. ავტო მოყვარულებმა უნდა გამომიწერო. აჰა, ძმაო, გაგარეკლამე, მოიტა ეგ ფული. მერე გასწრებ. ეხლა შემოგვიერთდება ჩემი მეგობარი მარგარეტი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ხევსურეთს და წავალთ სრული სვლით შატილისკენ. გაიცანით მარგარეტი, დარწმუნებულად ბევრი უკვე გიცნობს. გაგვიწერს მოკლედ გიდობას ხევსურეთში. წავედით. მეგობრებო, მატება გვაქვს, მატება. ავახარ. ამას შეხედეთ, რა კაცია. სამი მანქანით მოკლედ მივდივართ ხევსურეთში. გავაგრძელეთ გზა. ხევსურეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ სანახაობრივია. გზად მეწყერს საშიში ზონებიც არის. ამიტომ პატარა დაბრკოლებებსაც შეიძლება წააწყდეთ. პატარა შეფერხება გვაქვს მეგობრებო გზად. მეწყერი ჩამოწვა. აი ეს უზარმაზარი ქვა ბოთხრა ჩამოვარდა და ეხლა ამას გაათავისუფლებენ და გავიდით რა. ამასობაში დათვის ჯვრის უღელტეხილსაც მოვატეკით. თბილისიდან უღელტეხილამდე დაახლოებით 3 საათის გზაა. ხედები და გარემო რომელიც აქ დაგხვდებათ, უბრალოდ შეუდარებელია. ამასობაში მეგობრებო ამოვედით დათვის ჯვრის უღელტეხილზე და საკმაოდ აცივდა უკვე აქეთ. ესეთი ტრადიცია რომ დათვის ჯვარზე აი უღელტეხილზე ვინც ამოდის თითო ჭიქა მაინც უნდა დალიონ და ღმერთია დიდონ და გაიხსენან გარდაცვლილები ვისაც ხევსურეთი უყვარდა და აქ გადმოსვლა უყვარდა. აბა ღმერთი დიდება. ღმერთი დიდება. მადლობა. ეწიოს მეგობრებო. ნატურალურია რა. ეთყობა რა ნატურალურია. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს. ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს. მარგარეტ, რას გვასმევს? ბებო. საღოლბებოს. აბა ეხა გამომართვი ჭიქა. გაშა. ეგ ვერ დალებს ვერა, იმენა ვერ დალებს, შანსი არა აქვს. არა, ეს არ დამითროთ ძალიან გქროთ. ბოლო ჭიქა მეგობრებო და ამ ბოლო ჭიქასაც დავლევთ და დავეშვებით შატილისკენ. ხსოვნა იყოს. ხსოვნა იყოს.
და როგორც ხევსურები იტყოდნენ, შაუნდნას და მაახმარასო. ეგ რას ნიშნავს? შეუნდოს და მოხმარდეს ეს ჩვენი სუფრა რაცა. როგორ გამოითქმის? შაუნდნას და მაახმარას. შაუნდნას და მაახმარას. ემოციები დატვირთულებმა გავაგრძელეთ გზა შატილისკენ. დათვის ჯვრის უღელტეხილიდან შატილამდე 1 საათის გზაა და რა თქმა უნდა, ეს გზაც საოცრად სანახაობრივია. და თქვენ წინაშია შატილი, აბრალამაზია. მოვედით მეგობრებო, თქვენ წინაშია ულამაზესი საოცარი შატილი და სანამ ავალთ და გაჩვენებთ აქაურობას, იქამდე მინდა რომ შეგახსენოთ, რომ ჩემი არხის სპონსორი გახლავთ PSP დაზღვევა. PSP დაზღვევა, რომელიც აზღვევს ჩემს მოგზაურობას და ასევე აზღვევს ჩემს ავტომობილს. წავედით ახლა, ავიდეთ, დავათვალიეროთ შატილი. მარგარეტი გაგვიწვება, მოკლედ დაგვათვალიერებინებს აქაურობას. ეს შატილია. უნიკალური ციხე-სოფელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა და დარაჯობდა ჩრდილოეთიდან გადმოსასვლელ ბილიკებს. ვინც არიცით, გეტყვით, რომ მარგარეტი ცხოვრობდა აქ 5 წლის განმავლობაში. კოშკში. კოშკში ცხოვრობდა შატილში. წარმოიდგინეთ, ანუ არასდროს არ მოგიწყენია. არა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე უყვარს აქაურობა. ხევსურეთზე შენ მახსენდები რა, ანუ ძალიან ბევრ ვიდეოში ხარ, ანუ ყველგან ფიგურირებს, სადაც ხევსურეთია რა. და ეგ ძალიან დასაფასებელია, რომ შენ კუთხეს ესე პოპულარიზაციას უწევ და ვიცი, მაქსიმუმს აკეთებ, რომ გააცნო ბევრ ადამიანს. ავიდეთ კოშკები დავათვალიეროთ. დავათვალიეროთ კოშკები. შატილი არქიტექტურული საოცრებაა. თავდაცვითი კოშკები და სახლები აქ მიჯრით დგას და ერთმანეთს შიდა გადასასვლელებითა და კიბეებით უკავშირდება. ერთ-ერთ კოშკს მოვადექით, შევიდეთ, შეგინით ნახოთ რა სიტუაციაა. ეს არის კოშკის ზედა მხარე, სადაც გვაქვს ესეთი ტერასასავით არის აქ გაკეთებული, ულამაზესი ხედები გვაქვს. მაგრამ მე უფრო მაინტერესებს ქვემოთ, ამიტომ მოდი ქვემოთ ჩავიდეთ. აი ესეთი პატარა სათოფეები აქვს, ძირითადად კოშკებს და აქედან ხდებოდა მტრისგან თავდაცვა. აი ხა რო დაუკვირდით აქაურობას, ერთი ეს შემოსასვლელი კარებია, საიდანაც სინათლე შემოდის. დანარჩენი ძირითადად სიბნელია რა. ძალიან დიდ ისტორიას ინახავს აქაურობა. ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი იყო შატილი ამ რეგიონში. რამდენი მაცხოვრებელია ახლა ქალაქში? ქალაქი კი არა და სოფელში. ქალაქში ხო, მთლიან სოფელში. მუდმივად ბოლო ზამთარს 5 კაცი დარჩა. 5? მე რო ცხოვრობდი 15. შენს მერე კიდე წავიდნენ და უფრო დაცოტავდა. კი. ახლა როგორც ხედავ, კაფეები, რაღაცები არის, სასტუმროც არის, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ახლა ტურისტს ვერ ვხედავ. ძირითადად შაბათ-კვირას ამოდიო ხოლმე. ანუ სხვა დღეებში მეტნაკლებად. ძირითადად უცხოელები არიან. ხო და მეგობრებო, ქართველებო, ჩამოდით აქ. ნახეთ აქაურობა, საოცრება. მენდეთ. აი ერთ-ერთი სახლის სახურავზე ავდივართ მეგობრებო. და აქედან საოცარი ხედები გადაიშლება ჩვენს თვალწინ. ყოველთვის ვიმეორებ და ყველა ვიდეოში ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ქვეყანა. და უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელსაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ, მოდი სიმართლე ვთქვათ რა. ბევრად მეტი შეგვიძლია. ძალიან დიდი თხოვნამ აქ. ეხლა ვართ 442,000 გამომწერზე აი ამ კონკრეტულ მომენტში და ცოტა შენელდა რა ტემპი და გთხოვთ 9 მილიონამდე მინდა რომ ძალიან მალე ავიდეთ, იმიტომ რომ საოცარი გეგმები მაქვს სპეციალ ვიდეოსთვის. ხო და რაც მალე ავალთ, მით უკეთესი ჩემთვისაც რა თქმა უნდა და თქვენთვისაც, იმიტომ რომ ბევრად საინტერესო და კარგ ვიდეოს შემოგთავაზებთ. ასე რომ თუ არ ხართ ჯერ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდეთ უმარტივესია YouTube-ზე და subscribe ღილაკი აქვს ქვემოთ, დააჭირეთ და ჩემთვის ეგ იქნება უდიდესი мотиваცია. მადლობა წინასწარ.
შატილიდან არდოტისკენ გავემართეთ. გზა ნელა ეშვება ხეობაში, სადაც გვერდს მდინარე არღუნი გვიმშვენებს. ტყით დაფარული ფერდობები, ცაზე გაწოლილი ღრუბლები და ხანდახან გზის პირას წამოწოლილი სოფლები საოცარ სანახაობას ქმნიდნენ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, არდოტსაც მოვადგეთ. ახეთ მეგობრებო, რა საოცრება. ვაუ, მართლა ვაუ. აქვე არდოტში მთის ფერდობზე არის ერთი ჯადოსნური ადგილი, რომელიც ამ მოგზაურობაში ჩვენი მასპინძელია. ეს არის guest house-ი არდოტი. საოცარი ადგილია მეგობრებო. სიმშვიდე, სიწყნარე, გარშემო ეს უზარმაზარი მთები, იქეთ მყინვარი. სიტყვები არ მაქვს, მოკლედ შემდეგი 2 დღე ვიქნებით აქ. ყველაზე კარგი ის არის, ყველაფერი აქ არის ძალიან ისეთ მოწესრიგებული, სუფთა და კომფორტული რა, ანუ კომფორტულად იცხოვრებთ ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში. ეხლა გაჩვენებთ მეგობრებო, ჩემს ნომერს. შევეცით. ცოტა ფეხით ვიარე ეხლა და ცოტა დაღლილი ვარ. ჩანთა ამოვათრე. მაგრამ დაღლილობას გადაფარავს აი ეს საოცარი ხედი, რაც იშლება ამ ნომრიდან, ამას შეხედეთ. წარმოიდგინე დილით აქ რო იღვიძებ და აი ეს ხედი გაქვს. ეს მყინვარი. ეს მთები, არ ვიცი რა, სიტყვები ზედმეტია. მოდი გავიცით აივანზე. წარმოიდგინეთ უბრალოდ რამხელა შრომაა ჩადებული აი ამ ადგილში. თავიანთი ხელით გააკეთეს ყველაფერი მეპატრონებმა. მოკლედ გააცოცხლეს რა აქაურობა. ირგვლივ ხარ რო გაიხედო, სხვა არაფერი არ არის. და ესეთი კომფორტული guest house-ი გააკეთეს და მასპინძლობს ბევრ ტურისტს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შემდეგ ქართველებიც ჩამოხვალთ აქ და ისიამოვნებთ აი ესეთი არაჩვეულებრივი გარემოთი რა. მოდის վել წერტილსაც განახებთ ბარემ, ამას შეხედეთ. როგორი სუფთა და მოწესრიგებულია აქაურობა. აქ ფუსფუსი მიდის მეგობრებო, შევიდეთ. სუფრის გაშლა მიმდინარეობს, გაშლის პროცესი. აქეთ ბუხარი გვაქვს და რა ვიცი, აი იდეალური გარემოა რა, უკეთეს რო ვერ ინატრებ. ხევსურული წინდებია, სამოსია და ამ ყველაფრის შეძენა შეუძლია აქ ჩამოსულ სტუმარს, რა თქმა უნდა. ისე ხშია, რა ვიცი. მე მგონი გადაღება არ იქნება უპრიანი. ხვალ გავაგრძელოთ გადაღება. მოდი გავათენოთ. გათენდა მეგობრებო და მოდი გავიხედოთ ჩემი აივნიდან. ახეთ ამას შეხედეთ. რა საოცარი გარემოა. რა ვიცი, აი აქ ცუდ ხასიათზე ფიზიკურად ვერ აიღვიძებ. ეხა ვისაუზმებთ. ახეთ რა საოცარ ხედებზე შედვართ აქ ეზოში. დღეს ნახავთ მუცოს, უშინ არ გვინახავს. და აკლდამებსაც გადავიხებთ. იქამდე აგერ საუზმე გამზადდა. ესეთი საუზმეა მეგობრებო, ესეთი ხედების ფონზე. არდოტი პირიქითა ხევსურეთის პატარა სოფელია, რომელიც მთების ძირშია მოქცეული. ციხე კოშკები, რომელიც აქ არის შემორჩენილი, მის თავდაცვით როლზე მიანიშნებს წარსულში. არდოტიდან მუცოსკენ გავუყევით გზას. გზას, რომელიც მდინარეს მიუყვება და გარს უზარმაზარი მთები აკრავს. მოვედით მუცოში, რომელიც არის ესე კლდეზე შეფენილი სოფელი, ულამაზესი და ეხა ავალთ, ნახავთ და რა თქმა უნდა დრონის კადრებით კიდევ უფრო კარგად გაგიზიარებთ ამ ყველაფერს. მარგარეტი გამოეწყო უკვე ადგილობრივ პლანის სამოსში. ხო და ავალთ ეხა და მარგარეტი მოგვიყვება მოკლედ ამ სოფლის შესახებ ბევრ საინტერესო ისტორიას. რა მანძილია? ნუ 7 წუთში ვართ. 7 წუთში? მე 7 წუთში რა თქვა? ჩვენ
დავედით. 10 სადღაც 10 წუთის გზაა რა, არაფერი ისე. გული გავავარჯიშოთ. ეს დავრდომილი ხალხი ჩემი. ანუ ვერ იტყვი რომ მარტივი აღმართია რა. საკმაოდ ისეთია ციცაბო. წუთი მოვანდომეთ, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრჯერ გავჩერდით გადასაღებად. ვერ ვიტყვი რომ ეხლა ძალიან რთულია აქ ამოსვლა, მაგრამ ისეთია რა, საკმაოდ ციცაბო ბილიკია. თუმცა აქ რო ამოხვალ, ზღაპარში აღმოჩნდები რა. როგორც ხედავთ, კლდეზეა აშენებული ეს, იმიტომ რომ ტრისთვის არ ყოფილიყო მარტივი დაპყრობა. ჩვენ ძლივს ამოვედით და წარმოიდგინეთ ეხლა მტერი რო აქ ამოდის ამხელა კლდეზე. საკმაოდ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელი იყო. არასდროს დაპყრობილი არ ყოფილა მუცო. წარმოიდგინე ეხლა რა ამხელა ისტორიას ინახავს აქაური. წარმოიდგინე ეხლა მტერი რო ქვემოწარი რა, ცხენებით და ეს მშვიდად ხარ რა, იცი რომ აქ ამოსვლელი არ არის. შორიდან თითქოს პატარა მეჩვენებოდა, მაგრამ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა ეს სოფელი, ეს ბილიკებით დაქცელილია, ულამაზესი და ძალიან სანახაობრივია აქაურობა. ავდივართ ეხლა ზემოთ. და აქედან უკვე აი ზღაპრული ხედებია, იმიტომ რომ უკვე ეს კოშკებიც მოჩანს და ეს გარემო რა, რაც არის 360 გრადუსით არის აუცილებლად. ფრთხილად უნდა იყოთ აქ თუ ამოხვალთ, იმიტომ რომ ბევრი ჩასავარდნია და განსაკუთრებით წვიმის დროს იქნება სახიფათო, იმიტომ რომ ეს ისრიალებს ეს ქვები. მოდი შევიხედოთ შიგნითაც ამ კოშკში. როგორც ხედავთ, რეკონსტრუქცია აქ ჩატარებული, გაკეთებულია. ალამაზებულია. მარგარეტი არის მუცოდან, ხო და ძალიან ბევრჯერ შეგვისწორე მოკლედ მუცო არა, მიცუ, ხო? კი. და აი რატო რა უთხრათ ჩვენ მაყურებელს? ყველგან წერია და მოხსენიებულია ბოლო დროინდელ ჩანაწერებში მუცო, თუმცა როგორც ბიძა ჩემი მიყვება, ნუგზარ დაიაური, სულ ძალიან ძველ ჩანაწერებში რეალური სახელი ჩემი სოფლის არის მიცუ და შემდეგ რუსეთის იმპერიამ სახელი შეუცვალა და ჩაწერა როგორც მუცო. მიცუს ციხე-ქალაქი არის ერთადერთი ციხე-ქალაქი ხევსურეთში, სადაც ქისტებს აქვთ თავისი კოშკი, ბორჩაშვილებს და გადმოცემით ვიცით, რომ ქისტი ექიმი ჩამოვიდა სოფელში, რომელიც დაოჯახდა და თავის ოჯახთან ერთად იყო და შემდეგ ჩემმა თანასოფლელებმა კოშკი აჩუქეს და ეს უკვე მათი საგვარეულო კოშკი გახდა. ანუ მსგავსი პრეცედენტი ხევსურეთის არც ერთ ციხე-ქალაქში არ არის, რომ სხვა ადამიანი მოვიდეს და მით უმეტეს ქისტი და მას კოშკი აჩუქა. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა, მაგაზე ჩვენ კი ვილაპარაკეთ აქამდე, მაგრამ აი რა უთხრათ მაყურებელსაც აი წესები რა, რაც არის ხევსურეთში, რომ არ შეიძლება აი მაგალითად შანსი არ არის, რომ აქ სხვა ვინმე დასახლდეს. აქ რა ნებისმიერ სოფელში. კი, ნებისმიერ სოფელში არის კონკრეტული გვარები. მაგალითად, მიცუში, ჩემს სოფელში აქ არიან მხოლოდ ამ ციხე-ქალაქში შეთეკაურები და დაიაურები. შატილში მხოლოდ ჭინჭარაულები არიან და სხვადასხვა სოფლებში კონკრეტული გვარები. ჩვენი ტრადიციით ამ კონკრეტული გვარების გარდა იმ სოფელში სხვა გვარის არც ხევსურს და მით უმეტეს არც არახევსურს არ მიყიდიან არც კოშკს, არც მიწას და მსგავსი რაღაც არის დაუშვებელი, რომელიც დღემდე მოყვება ხევსურებს და მე რომ მინდოდეს ახლა მიწის ყიდვა სიტყვაზე რომელიმე სოფელში შანსი არის. არ მიყიდიან. და შენც კი ვერ იყიდი სხვა სოფელში. მეც ვერ ვიყიდი სხვა სოფელში, რომელიც ჩემ გვარს არ ეკუთვნის. რამე პრობლემა ვთქვათ
ხო არ აქვს ხევსურეთში რა შეიძლება რომ აი გავაჟღეროთ. პირველი ყველაზე მთავარი ჩემთვის რაც არის და რასაც მუდმივად ვაფიშირებ არის ის რომ არ არის ნორმალური სამედიცინო პუნქტი. არ არის ყველა სოფელში არც ექთანი, არც ერთადერთი ექიმი და ექთანი არის შატილში, რომელიც მთელ პირაკეთა ხევსურეთზეა პასუხისმგებელი. სასწრაფო დახმარებაც ვერ გადმოდის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ან გზაა დაზიანებული, ან უღელტეხილია ჩაკეტილი. მოკლედ სამედიცინო პუნქტის არარსებობა ეგ არის ყველაზე მთავარი. დენი არ არის ძალიან ბევრ სოფელში ელექტროენერგია დღემდე 21 საუკუნეში, სადაც ადგილობრივი ჰესი არ არის და მობილური არ იჭერს ძალიან ბევრ სოფელში. არც ამ სოფელში მიცუში არ იჭერს. ხო, მაგას ვადასტურე. არ იჭერს. საერთოდ არ იჭერს. იმედია რომ საჭირო ადამიანები ნახავენ ამ ვიდეოს და იმედია რომ რაღაცა ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგნენ. შატილიდან მუცოსკენ მიმავალ გზაზე უნიკალურ სანახაობას ხვდებით. ადგილს, რომელიც ადამიანობის, მოთმინების, ზრუნვისა და თავგანწირვის სიმბოლოა. ეს არის ანატორის აკლდამები, შატილიდან 2-3 კილომეტრის სავალგზაზეა და გზიდან არის 2 ფეხის ნაბიჯზე რა. ეს აკლდამები კეთდებოდა შავი ჭირის დროს, წარმოიდგინეთ ადამიანს, როდესაც შეეყრებოდა შავი ჭირი, მოდიოდა და ამ აკლდამაში სახლდებოდა და ელოდებოდა სიკვდილს, რომ სხვისთვის არ გადაედო ეს დაავადება. ეს იყო მოთმინების და ნებისყოფის უდიდესი გამოვლინება. როგორც ხედავთ, დღემდე შემორჩენილია თავის ქალები, ძვლები, აი აქ გარდაცვლილი ადამიანების. ეს ანატორი იყო სოფელი და შავი ჭირი, როდესაც გავრცელდა, მთელი სოფელი დაავადდა და ყველა დაიღუპა რა სამწუხაროდ. გადარჩა ერთადერთი პატარა ბიჭი, რომელიც მერე შატილში გაზარდეს. დავბრუნდით ისევ არდოჩი, ამ არაჩვეულებრივ გესტჰაუსში და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ეხა გაგვიწმინდა, მაინც არ უშინდებით აგერ ცეცხლი დაინთო და ხინკალი უნდა მოიხარშოს რა, ტრადიციული ხინკალი. ეს არის ეხა ხევსურული ხინკალი. ხო? კი. და რით განსხვავდება ჩვეულებრივი ქალაქურისგან? არ აქვს მწვანილები, უკეთებ მატოყრილი აქვს და გქონდა რას ცოტას. ხო. ცოტა მაგრა, აჰა. გაგზელე. კაი ბიჭი ხარ, შენ გქონდი. ჩემი მოხვეული ხინკალი, რომელიც გინდა? ასეთ ექსტრემალურ პირობებში იხარჯება ჩვენი ხინკალი. ეს იქნება უფრო გემრიელი, ესეთ ამით უფრო გემრიელი იქნება. მეც მაგაზრზე ვარ. გადაიღო წვიმამ, ხინკალიც მომზადდა. ისღა დაგვრჩენია დავაგემოვნოთ. ხინკალი არის უგემრიელესი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გესტჰაუს არდოც ესეთი არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. მთელი გული ვიმასპინძლეს, ესეთი უგემრიელესი ხინკალიც მოგვიმზადეს. ორმაგად გემრიელია, მოკლედ ესეთ გარემოში რა. ყველაფერი ორმაგად გემრიელია, ხინკალის და სხვა რაღაცებიც. კამერათან დიდად არ უხდება ეხა ამ ამბავს. ხო და მოდი გავთიშოთ ეს კამერა, გემრიელად მივირთვათ და გავაგრძელოთ მერე ხევსურეთის ამბავს. დილა მშვიდობის, მეგობრებო, გათენდა მესამე დღე ხევსურეთში. გუშინ ცოტა ბევრი დავლიე. ძალიან ნაბახუსები ვარ ეხა და აგერ დამალევინეს კიდე ბიჭებმა რომ უხდებაო ნაბახუსებსო და სხვათა შორის ბევრად უკეთ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დანახვაც აღარ მინდოდა სასმის. შემოგევლე ჯავახ. აი ხა ჩემი გადარჩენისა იყოს. ვერც კი წარმოვიდგენდით თუ ეხა მე აბუდელაურის ტბებზე წავიდოდი, მაგრამ ხოძე ვარ რა. ფაქტი სახეზია, ფაქტი ჯიუტია. აი ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს უღრმესი მადლობა. ერთია რომ ძალიან მაგარ ადგილზე მოდიხარ და ლამაზია ყველაფერი, მაგრამ ბევრად ღირებულია თუ როგორი ადამიანები დაგვხვდებიან აქ და აი არ ვიცი სასწაული ადამიანები დაგვხვდებიან მეგობრებო აქ რომ ჩამოხვალთ
თქვენ თვითონ დარწმუნდებით მაგაში, უთბილესი და უკარგესი. წავედით აბუდელაურის ტბებზე. ლესლი, გამო. გავემართეთ აბუდელაურის ტბებისკენ. გზად კვლავ გავიარეთ შატელი და 1-2 ჭიქის დალევა აქაც მოგვიწია. ხო, ხევსურეთში ასე ხდება. მოკლედ გამოვხდით სოფელ როშკას და აი აქედან უკვე იწყება ბილიკი აბუდელაურის ტბებზე. თბილისიდან დაახლოებით 2 საათში შეგიძლიათ რომ იყოთ აქ რა, თუ ნორმალურად ივლით. ძირითადად სულ კარგი გზა და ბოლო რამდენიმე კილომეტრია აი ესეთი გზა ეხა რასაც კადრში ხედავთ. ნუ პატარა მანქანითაც ამოვლენ, ხო? კი, ამოვლენ. მამუკა იქნება ჩვენი გიდი. რამდენი საათი უნდა აი თავის ფოტოების გადაღებიანი მიანი. საათ ნახევარი ავიღოთ თეთრ ტბაზე ასვლა პირველ რიგში. პირველი ტბა მოვინახულთ, იმიტომ რომ ცოტაში დარებით რთული რელიეფია. და მე თეთრი ტბიდან დავეშვებით ლურჯზე და მწვანეზე და მთლიანობაში ფოტოებით და გადაღებებით, სადღაცა აქ მოსვლამდე ისე მანქანებამდე, სადაც ავიღოთ 3-4 საათი. ხო, 3-4 საათი. მშვენიერი. აი ეს არის დასაწყისი ბილიკის და უკვე რა ლამაზია ამას შეხედეთ. მოდი დავინიშნოთ ტრადიციულად დრო. და ვნახოთ რა თავის გადაღებიან ყველაფრიანა, რა დრო დაგჭირდება. შევხედოთ. ანუ ბილიკიცაა და ბილიკიც რა, ეს არის ძალიან სანახაობრივი და ძალიან სასიამოვნო. აუ, ნახე რა დაგაზეს. აი ერთ თოფით გადარეკეს სხვარი. თოფის ხმით მიერეკება. ძალიან გემრიელია. თოვლი, შუა ზაფხულში. დავაჭედო? აი სასო წარკვეთილება როგორ გამოიყურა. გელას სახეზე აწერია. გაუმარჯოს ჩვენ გზას. აი ესე გზა და გზა მეგობრებო, საწვავი საჭიროა. ჯანი რო გქონდეს. სადღაც საათი და 25 წუთი გავიდა რაც მოვდივართ და დაგვრჩა 10-15 წუთი, ხო? და გამოჩნდება თეთრი ტბა. თეთრი ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ულამაზესია აქაურობა და ის დაღლა რა, რაც გზასთან ახლავს, აქ მომოდი ხარ გავიწყდება. ისლი არ გვიწყობს ხელს ცოტა, იმიტომ რომ ზეში პროგრამაზია, ხო? კი, იმიტომ რომ იქით ჩადის ეს მზე, ამ დროს ჩავარდნილი ჭიუხების ფონი არის და ჩასვლისას სხივები ურტყავს აქ ტბაში. აი, როდემდე გრძელდება? კარგი პერიოდი ალბათ ჩემი აზრით არის ეს ივლისის ბოლომდე უკვე აღარა.
ბოლოსკენ უკვე შრება. იმიტომ რომ მწვანეს და ლურჯ ტბას ამასთან შედარებით ისე არ იკლებს. აქ წყლის ნაკადისეთში შემცველობა და შესვლის დონე რომ თოვლისგან იღებს ის მთლიან მასას და მე უკვე ხავსებს იკლებს. ანუ ივლისის ბოლომდე. პერიოდი კი ეხლა დაწყებული ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე კარგი პერიოდია. ზემოთ ახლა ლამაზია ეს თქო, მაგრამ აი აქედან კიდე უფრო ეფექტურია ჩემი აზრით. ჩვენ კი დაგვემთხვა ნისლი რა, მზე გვინდოდა, მაგრამ მგონია რომ ნისლშიც ძალიან ეფექტურია. ბევრად ისეთია მისტიური. საათი და 40 წუთი მოვანდომეთ აქ ამოსვლას მთელი რიგი შესვენებებით. უფრო მალეც არის შესაძლებელი. თუმცა ძალიან მარტივი გზაც არ არის. ბოლო მონაკვეთი არის, საკმაოდ ისეთი ციცაბო აღმართია და მაინც უნდა გაითვალისწინოთ. ეხლა ვისაც გიჭირთ ესეთ რელიეფზე სიარული. მოდი ვნახოთ რამდენად ცივია ჩვენი თეთრი ტბა. ამბობენ რომ ძალიან ცივია. შენც მობასფიცა ვარ. მოდი აქ და ხელი ჩაყავ. ყინული ძმა. გააჩერე, არა, გააჩერე. არის მოძრაო. სიგიჟია. ტყივა რა, ხელი იმდენად ცივია, საყინულია. აი ამ არჩვის ყანწით. აი ამ არაჩვეულებრივი გარემოდან თქვენ გაგიმარჯოთ რა. ჩემს გამომწერებს. პატარა გაზი გვაქვს წამოღებული ჩაიდანი და ვაპირებთ რომ ყავა მოვადრხო. ესეთ ადგილზე მოდუღებულ ყავას სხვა გემოაქვს. თეთრი ტბიდან ლურჯი და მწვანე ტბების სანახავად დავეშვით. არ ჩავარდით, მაგაზე ღრმა რაც ჩანს. სრიალი ჩავდივართ ლურჯ ტბაზე. ზოგადად ჯერ იმ ტბებს ნახულობენ ხოლმე და მე უწევთ აი ამ გზის ამოვლა, რომელსაც ახლა ჩვენ ჩავდივართ და ბევრად რთულია რა. ამიტომ ესეთი მარშრუტი ჯობია, ჯერ თეთრი და მერე ეს ორი. ამის ამოვლას მეხუმრები ახლა ეს. ო, არც თლად მარტივი მარშრუტი აღმოჩნდა მეგობრებო. ულამაზესი. თან ეხლა ცოტა უკვე მობინდდა ის ეფექტი რაც მზეში აქვს, ეხლა არ აქვს. მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია და მაინც ძალიან ეფექტურია. ბევრად პატარა წარმომედგინა მე ეს. ძალიან წმინდა წყალია, ძალიან ლურჯია და ესეთ დროსაც კი, როცა მზე ჩასულია თითქმის და განათება კარგი არ გვაქვს, მაინც ძალიან ეფექტურია. წავა დიდოთ მაშინ. აცია გულია ყროლად კაცო. შენ არ გასმევენ. ყროლად ის ცუდად არის, ხო? გულია ყროლად ნიშნავს ცუდად ყოფნას? ყროლადა. ყროლად გაგული გელუში. ხო და აბა აი წამალი. მშვიდობით ჩამოსვლას გამომაჯოს ლურჯ ტბაზე. დაში კიდე გვექნება დასალევი. ავისთავად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდე ბევრია მოსავლელი. შაქრად. 5 წუთით არ დაგვჭირდა ლურჯ ტბიდან და მოვედით მწვანე ტბაზე. ბევრად პატარა წარმომედგინა ეს ტბა სხვათა შორის. საკმაოდ დიდია, საკმაოდ ლამაზია, თუმცა ეხა განათება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად აღვიქვათ ამის ფერები. არა რომ იცოდეთ არის მწვანე. ხუთი საათი და 13 წუთი მოვანდომეთ ასვლა, ჩამოსვლა, შესვენებები, გადაღებები, ყველაფერი ერთად. ძალიან კარგი იყო, რა ვიცი, ყველას გირჩევთ, ჩამოდით და ნახეთ ეს ტბები. ამასობაში მაგრად მოგშვიდას ყველას და აქვე მეგობრებო 2300 მეტრზე ზღვის დონიდან არის სასტუმრო სინდაურა. სადაც გველოდება ეხა ძალიან მაგარი სუფრა.
დიდი ალბათობით. წავედით. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. აუ რა კაია სითბო. გამარჯობა. სიმონოა, ჩემთვისაც. აუ რა კაი გარემოა. ზიონატრობდა ფეჩი, სად არის? ეს ვინ არის? ეს საიდან მოხვდი? ვაიმე. ვაიმე რა ხუნყულა, ნახე. ბომბურა. პოჭალა ბომბულა. ნახე რა საყვარელია. ასეთი წვნიანი მეგობრებო. რას უფრა დაიდო? აიშე მეგობრებო, აიშეთი ამბებია ჩვენსკენი. აბა დავაი სოსიერთი შენ შედი რა. ოპა! ოპა, წავიდა. ისე მამუ, მიდი მამუ. ოპა, ოპა. სასტუმროს წინდაურა თქვენს წინაშე საოცარ გარემოშია, ღამე კარგად ვერ ვნახეთ, თუმცა ეხლა რო გათენ და აი ნახეთ 360 გრადუსი გვაქვს ზღაპრული ხედები. სხვათა შორის ძალიან კარგი კომფორტი დაგხვდებათ აქ, ძალიან მაგარი მასმიზლები დაგხვდებიან აქ და ვიცი ყველას გირჩევთ რომ თუ კი აქ ამოხვალთ, აი აქ მოხვიდეთ და ამ ადგილზე დარჩეთ. და ეგერ იწყება აბუდელაურების ბილიკიც. ამ სასტუმროდან ეგერ ორი ფეხის ნაბიჯზე. ხო, ეხლა ჩვენ ვლაგდებით ავალთ არხოტის უღელტეხილს ვნახავთ, რომელიც საოცარი ადგილია, როგორც გითხრეს, და მერე უკვე დავუშვებით თბილისში. საოცარი ხედებია, მეგობრებო. 360 გრადუსით არის ზღაპარი. ასე და ამგვარად აი აქ არაჩვეულებრივ ადგილზე დავასრულოთ ხევსურეთში მოგზაურობა, იმედია ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი. მინდა კომპანიებს მოგმართოთ, ვისაც გსურთ ჩაერთოთ ამ არაჩვეულებრივ პროექტში, შეგიძლიათ მითითებულ მეილზე მოგწეროთ. კიდევ 6 ვიდეო დაგვრჩა გადასაღები საქართველოში ამ პროექტის ფარგლებში და ეს 6 ვიდეო დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ერთმანეთზე უკეთესი და ერთმანეთზე საინტერესო და სანახაობრივი. მადლობა მეგობრებო, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, რა თქმა უნდა. დროებით. წავედით ახლა, ავიდეთ. ნახოთ, ერთი წამი მეგობარო, წავედით ახლა. ეს კაცი ვინა? რა ხდება მამა? ამ კოშკებს არ აქვს ფანჯრები რა, აქვთ მარტო პატარა სათოფეები. რა მოხდა? ანუ ძალიან ეს კოშკები ერთმანეთს ისე უკავშირდება. ეხლა ვისაუზმებთ მეგობრებო და გავალთ უკვე დასათვალიერებს. დათვალიერების ჩავალ მაგში დო. ვერ გეწყით მაო. აქ ისეთი ამბები დატრიალდა. არ დოჩი მივარ, არ მივარ. როგორც მასპინძელმა დაასწრა. აი მე ხელი ავიღე ძმა. კიდია ძალებს არ გამ. მარგარეთ! მარგარეთ! გავდაგით! მეგით! აი ეს არ დავკარგო ჩემს. აი გაშეგილა გათიშო. აი მას მაინც არ. წიანი ბაზარია, ხო? წიანი ბაზარს არ. ჩემი კარგი. ლესლი. პირიდან რატომ მასლით? ო. მე უკვე გაფოგარდი აქ. აი, შეიძლება ახლა მე მებაზრო რა, რაც
გიგა. აუ ეს ამდენი იუთუბერი არ შემილია. ეს მე მგონი ჩემ კონტენტს აწევა. ნელ-ნელ ავტოიმინა გადმოვიდა. გაანებე თავი, კაი მართლა. ადამიანი გამოსულია მშვიდად ჩაისვავს. აცადე კაცო. უნდა თავარდო. კაი რა, მიდი. არ უნდა არა შეშ. გაანებე თავი. არ მინდა ნახევარჭიქა დავლიდე და всё. მართლა შეშ. всё გამებუტა. და გავალთ უკვე გუშინ მუცუ არ გვინახავს. მიცუ ადრე მიცუ ერქვა. და გავალთ უკვე მიცუ არ გვინახავს გუშინ. მიცუ სანახავად აკლდამები უნდა ვნახოთ დღეს. საინტერესო